დავიწყე უკვე ფიქრი საჭმელზე. ამათი სურვილების აღდგენაზე მუშაობა. ზოგს წიწიბურა უნდა, ზოგს კარტოფილი უნდა, ესენი ხო გუშინ ბრალდებოდი უკვე რა. რომ საჭმელი რო გავაკეთო რაღაცა ერთი არ გამოდის მე. იმას სხვა რაღაცა უნდა, იმას სხვა რაღაცა უნდა. მესამე სხვა რაღაცა უნდა. ანუ ხო გაცხელდა ეს მეჭკირის ხმარი და ვიდა. ეს მათისია. შეკვეთა. მე კარტოფილი მინდაო. ნიკასიწიბურა უნდა, ფილე უნდა. ესე. იასაც ხო ვფიქრობ, რა მომუნდადო. ამას ცოტა ბევრს წავეხლა რა ხალხა. ბევრი. მე არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი, ისე მახსენდება ჩემი დედამთილი. ხშირად მახსენდება ხოლმე მისი ფრაზები, სიტყვები და იმდენი ვჭამეო შემწვარი კარტოფილიო შვილო, არ მიყვარს ეგრე. მეტყოდა ხოლმე და ძალიან უყვარდა ბლინები და უცხოდი ხოლმე ძალიან ხშირად. ძალიან უყვარდა იმახსოვს. ბოლოს რა სჭამდა ბოლოს? დავიღალო საჭმელები აღარ მინდა. აი არაფერი აღარ მინდა უკვე რა საჭმელი რომ მომენატროსო რაღაცა მახსოვს ერთხელ რომ თევზზე თქვა, თევზი მინდაო. ანუ თევზი მოუნდა ძალიან და ვიყიდეთ. ერთხელ იყიდა ხორცი, აი ძალიან ისეთი აი რა ქვია, გრუდინკას ეძახი ხო, წებოვანივით როა რაღაცნაირი მოხარშა. და აი იშვიათად ძალიან რომ ეგეთი რაღაცა მომიგესო და თუ რამე მომუნდებოდა ხოლმე რა თქმა უნდა ვაკეთებდი. ხო და ეგ ხორცი მახსოვს თვითონ მოხარშა და ჩვენც ამოგვიტანა უკვე ცალკე ცხოვრობდა. ამოგვიტანა და მე ისე ვხაროდა გიას თუ აჭმევდა და უყურებდა, აი ვიცი რა, ძალიან მომენატრება ხოლმე. და მინდა რომ იმაზე წავიდეთ. როდის არის აღდგომა საფლავზე. მაგავიდეთ წეს. აი გამახსენდა დღეს რაღაცნაირად კარტოფილი და ბოლოს რა ქონდა ხოლმე რა სჭამდა. იმას ძის ნაწარმი და ძალიან სუფთად რა ვიცი. ყავებს ტიბულობდა ხოლმე ძიან ყავებს მახსოვს. ჩაი და მავიწოდა. ჩაი და ყოც თუ შეატარდა. ყოველი ჩაი კარაქი. ვიტი არაფერი აღარ მინდაო, აღარ მინდებოდა და ბლინები ძალიან უყვარდა კიდე და მაწვნის სუპი. აი უკვე სუბუქს ითხოვდა, სუბუქს აჭმელებს რა მისი ორგანიზმი. რამდენი საქმეა გოგოებო სახლში. ავედექი. ცოტა თან გენერალური ის წამოვიწყე რაღაცა მინდა რომ ცოტა ისე დავალაპო რა სახლი. ხო და დილით არის ხოლმე თან ეგეთი რაღაცეების გაკეთება კარგი, იმიტომ რომ დილით ენერგია გაყდა. მე უკვე საღამოთი სულ რო იჯდე დაჯდე დივანზე და იჯდე რა და არადგე მაინც იყვედი. საღამოთი უკვე დაღლილი ხარ და რავი რა ვეღარაფერს ვეღარ აკეთებ და დილიდანვე თუ ისეთი რამე გაქვთ ხოლმე საქმე ისეთი რა ცოტა რომ ვეზარებათ და მაგრამ მაინც არ ვიყავ. ისეთი საქმის გაკეთება დილით უნდა მოიშცილო ესეთი საქმეები. დილით უნდა მოიცილო დილიდანვე.
გეგმაც ძალიან კარგია რომ ჩამოწერო და გეგმას მიყვე მე წერ მაგრამ გეგმას არ ავწერ მე წერ ყველაფერს გეგმის გარდა სამომავლო გეგმებს წერ და ყველაფერს წერ მაგრამ აი ყოველდღიურ გეგმას არ წერ და არ ვიცი რატო არ წერ ყოველდღიური გეგმა ძალიან კარგია თუ გააკეთებ მე ამას ერთი თვე გადაგივა ჩვევაში რა და უკვე აღარ დაგეზარება იმდენად თუმცა ჩვევაში გადადის არის მაგა ხო ეს ამას ავედები ახლა და მე კიდე მინდა არც ერთს არ ასწავლია ეხლა და თუ დაკავებულია და მე მინდა კვერცხი სილა მე წავალ დარბაზში ეს მელოდები ახლა უნდა სწავლა და მათ ვერ დავყოლა და მე მე და გიამ გამოვისე ეს ფეხით გავიაროთ ცოტა და მათი არ გამოყვა ბიჭირას ჩა ეს რა არის გია შუშებია რა მოხდა ვიდობა გაისაღამო არაგია პური წაყიდები გოდნა ბილი პური პური წაყიდელი გვაქვს ხო რავი ერთი ცალი ის დაჭრილია და მე გაფუჭდება თუ ძალიან ბევრი არ გვინდა ორი ცალიც არ გვინდა ხო ერთი ვიქნით კარგი საღამოა ძალიან რაღაცია რაცი პირიქით ბილა მაგრამ რა ვიცი მოსალოდნელი არისო გია ყინვებიო ისევო წვიმები ვიცი რა იქ წვიმები არა ყინვაცო რა არ ვიცი დიდი ფერში არ გავთი შეჭრა არა გადავიდეთ. ორნავიჩთან არის ჩასავით. აპარატი. არ ვიცი აქ თუ არის, ეგ არ ვიცი. ნახოთ აბა. არ ვიცი. ნახოთ. შეიძლება. დროში გინდა გადაიხო. ხო. ვიქნებით ჩამეძინაო. ხოდა მაღვიძებს ვიღაცა და ეს კონდუქტორი მეუბნება ბილეთი გააქვაღებულია. აი დამავიწყდა ეხლა გადავიხდი და არა უნდა გავაფორმო და მოვით, მაგრამ აქ არ ვიცი რამდენად არის. გვაწყობს? ხო, ეს არ არის საქართველოს. აბა, მარა არის კი. რა არის? TBC არის, ეს რეკუსტარული. TBC-დან არ შეიძლება? TBC-დან არა. ვერა. საქართველოს. კი, საქართველოს. მაშინ იქნება. ზევით უნდა ავიდეთ. ისეთი მშვიდი საღამოა გაგვარება. ისეთი კარგი ამინდია რომ არ ვიცი რა ეს ძალიან გავხსნიათ მოусწრიეთ გადავიყიდე ესეთი ხა ძალიან მინდა რომ აი პეპსთან ერთად მეგაზიანი სასმელები დიდად არ მიყვას მაგრამ არ ვიცი მომიდა რომ პეპს დავდევ და შევატანო ხათას კვერცხი ვიყიდე კიდე და ეს ხალისთვის ფაზაკნება ქონდა ამას რა ვიცი კლუბის წევრებზე მე მგონი ლარი და 35 წელს და ეს ხალისთვის ვიყიდე ამისთვის რომ კონდეს
ძალიან მშვენიერი საღამო. აბა ნახოთ ეს ქადაკი მომეწონება. როგორი გემოქ. მათ ეს უყვარს ძალიან ეს. მაგისთვის უფრო ყიდულობ ხოლმე და დიამ კიდე წავიდეთ ხორცალი უყიდოთ. მაგრამ ზემოდან არ აბზინავს. ხეთ რაღაც ესეთია. ესეთებიც წვება. მოიცით რომ ბზინავს ხოლმე რაღაცას უსმევენ, ალბათ ამ ყვევიცხს არის. ვნახოთ როგორ მოუხდება. მაინია მათ. კაი გემოვნება. გემდიელა. თან ამას უხდება, ეხლა ისე გემრიელად ვსვამენ და აწამენ ამ ხადას რომ მეც მომინო. სიცოცხლე შქელებს გარეთ. გაზაფხულმა ყველაფერი გააცოცხლა. ბავშვები გამოშლილები. თამაშობენ. გულს მიხარებს ეს ყველაფერი. Почему добиться? გოგოებო, გისურვებთ მშვიდობიან საღამოს ყველას. ძალიან კარგად თქვა, რაც გიამ ის მანქანა მივყვანა. ჩემთვის მთავარი არის ისეთ რა. ბედნიერება ჩემთვის მოაქვს ჩემ ოჯახთან ყოფნას. და თუ ეს ირღვევა ხოლმე, ძალიან სულად გრძნობ ხოლმე თავს და ეს დიდი ხანი გაგრძელდა. უკვე ბოლოს გრძნობდი რომ რაღაცა ძალიან მაქვს და გიას გვერდში დგომა. ხო და მადლობა ღმერთს რომ შევძელით რომ ჩვენი მანქანა კვლავ დაგვეყენებინა ფეხზე, გაგვიკეთებინა და მადლობა ღმერთს რომ ხელი მოგვემართა. საერთოდ ეგრეა, რაღაცა შეიძლება აიგინდოდეს და არ გემართება ხელი რა, ყველაფერს უნდა. იმიტომ ვამბობ ხოლმე სულ, იმიტომ მადლიერი ვარ სულ ღმერთის, რომ ხეს ძალიან გვიმართავს. ხო და მადლობა ერთხელ კიდე უფალს მამისთვის. ხელი მოგვემართა და დრო აქვს რომ სახლში საღამოთი ერთად ვიყოთ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვერანაირი ფული და ვერანაირი ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს ამას. ვერა და თან კიდე
რა იყო იცით? ფულიც არაფერი ფული მაგან არ მოიტანა პირიქით. თუ გააგრძელებ და ისე ვიმანქანით, მუშაობას ვალებში წავითოდი პირიქით. ხოდა და ბედნიერი ვარ, რომ ასე მგონია ჩემი ქმარი დამიბრუნდა რაღაცნაირად. რა, მთელი დღე დილიდან ღამემდე 11-მდე სახლში ახლა და ძალიან განიჭირდა ეს. და ანუ ეს არის ალბათ თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც ესეთი ურთიერთობა ვისაც გაქვთ რა, ძალიან კარგი ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ვინც მეგობრობთ ერთმანეთთან, მარტო ცოლ-ქმარი კი არ ხართ, ანუ მეგობრობთ თან ერთმანეთთან, ალბათ თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს ამას მაგალითად ჩემთვის, ვერაფერი, არაფერი არ მინდა, არც ფული მინდა, არც ტანსაცმელი, არც ბრილიანტები, არაფერი აბსოლუტურად. რა ვიცი, არც სახლი და არც ძვირადღირებული მანქანა, არაფერი, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს ამას. ხო, ჩემთვის ეს არის ბედნიერება, რა ვიცი. მიყვარხართ ძალიან. ყველა მშვიდობიანი საღამო და ყველამ კოცნით.